ბაზარი არ არის, მოგესალმებით, რა ბაზარია, ბაზარში ვარ ახლა მე მეგობრებო. დიახ და აქეთ შეგიძლიათ მობრძანდეთ, იმიტომ რომ აქ პირდაპირ ეთერი, შეგიძლიათ ჩემთან მობრძანდეთ, შეგიძლიათ იქ დავბრძანდეთ. კი ბატონო. Thank you very much, danke. ეს რა ქვია, ხო და მოკლედ. ეს გავიდა თუ ამოუჭერე? კი, გავიდა, ეს არაფერი არ ამოიჭრება, იმიტომ რომ თუ მაცდის, ახლა ჩემი სტუმარი, რომელიც აქ მოვიდა, ჩემი ნერვები სათხრელად, მოგესალმებით წესიერად. მოგესალმებით მეგობრებო. ვეკუას 3A ნომერში გახლავართ, დიახ, ვისაც გნებავთ Facebook Live-ში მიყურეთ. ვისაც გნებავდათ ჩემი ყურება, ბრძანებული იყავით აქ ამფითეატრში ბაზარის და დაბრძანებული იყავით აქ და იქიდან გეყურებინათ. მოკლედ, ყოველ სამშაბათს 8 საათზე გიერთდებით ბაზრიდან, გადაცემით რა ბაზარია და დღეს მყავს ორი, სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ რა ბაზარიას ისტორიაში ორი სტუმარი მყავს. პირველად რა ბაზარიას ისტორიაში ორი სტუმარი მყავს და ამას დავახშობ ძალიან მალე, იმიტომ რომ არ მაცდის არაფერი. ხო და მოკლედ წარვადგენ ჩემს სტუმრებს, მაგრამ სანამ წარვადგენ, გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები, ვინც ჩემი სტუმრები არიან დღეს, ნუ აი ონლაინ სივრცეში სიტყვა ეთქმით. კი, სიმონ მე თუ დაგჭაგა, გაჩვდი! სიტყვა ეთქმით, მაგრამ ამას ნერვები ჭირდება ცალკე. ეს ერთი ადამიანი ჩემი მეგობარია, მეორეს უბრალოდ პატივს ვცემ. ამას პატივს არ ვცემ. მაგრამ ნუ აი მოყვა რა, წამოვიდა და ეგდოს აქ. მოკლედ კამერაში მიმართა. ორი სიმპათიური ბიჭი. გაჩვდი! რამდენი ხავა ჩემი? ანუ არ მაცდის ხალხო. ორი სიმპათიური ბიჭი მოვიდა, რომელსაც სიტყვა ეთქმის YouTube-ში, რომელსაც როგორც აღნიშნე, უკვე ერთს პატივს ვცემ და მეორეს პატივს არ ვცემ, იმიტომ რომ არის ოფიციალური კრეტინი. ბასტო და ჰიტარია ჩემი სტუმრები, სხვანაირი წარდგენა მქონდა, მაგრამ არ მაცადეს. შენ საერთოდ მართ ნორმალური ხარ? აუ. რაღაცას არ მესმის რას ბაზრობ. ნორმალური ხარ? არა, ეხა მესმის იქ რო იდექი, არ მესმოდა რას ბაზრობდი. იქ რო ვიდექი და წარდგენას ვაკეთებდი. რატომ არ მაცდი? წარმადგინე? არა, წარგადგინე როგორც კრეტინი. მადლობა. გაწყობდა? ჰიტა წარმადგინე როგორც ატივსაცემი ადამიანი და შენ წარგადგინე როგორც ბოროტი, რომელიც მეგობარს არ აცდის წარდგენას. ცელკი უფრო. გამოიხედე მართლა რა. მესამებიან და ეხა უძდელი კი არა ვარ, ხო? ხო ხარ ჯიგრულად, მას მენაცვალ, საღოლწმა. მე კიდევ ერთხელ შეგესწრებ და გეტყვით, დიახ, ეს არის ლაივი და ვარ ბაზარში, შუაგულ ბაზარში ვხედავთ და ყველაფერი მოსულა, ხო? ხედავ წეღანაი. და საჭმელიცა. წეგან გამოიარა ექსკურსია მაგალითად. ეხლა ბასტოს მეგობრებმა ჩაიარეს, რომელსაც დაურეკა და უთხრა მოდით ხელი დამიქნიეთო. და ასე შემდეგ. მეგობრები არ იყვნენ. გადი. ხირავდება ეგ ტიპები, რომ ჩავიდა. პირველად ვარ Facebook Live-ში და Facebook Live-ში არ ყოფილ ხარ? არა, მხოლოდ YouTube-ზე. მხოლოდ YouTube Live-ში. მაგრამ მე იცი რა ვთქვა, აი წარდგენაში თქონდა, რომ აი იმედი მაქვს, რომ მე ახალი ვარ YouTube-ში, თქო, იმედი მაქვს რაღაცებს მასწავლიან, თქო, რომ მე აზე არა ვარ, ამიტომ ოქონთორი გადაცემა მაქვს უკვე YouTube-ზე, მაგრამ ნუ იქნებ რაღაც მასწავლი. მე შენგან ვისწავლი, იმისგან არაფერს სწავლა აღარ მინდა, იმიტომ რომ ამათ ხარა ნერვებზე. არა, ამანაც ბევრი ამეიცის. 45 რაღაც ვიცი. შენ და ხიტა მიცის 26. 1000. კი, ხიტა ძალიან მაგარია. კარგი, პირველ რიგში მითხარით როგორ ახარ? რა ვიცი, ვართ რა, მაფიის თამაში მქონდა, მოვიდი ვართ იქიდან და პირველად მოხდა ცხოვრებაში გიორგი ყატოზმა დააგვიანა 2 საათით. ანუ ჩვენ რეები გადავიწყოთ, რომ სატესო თამაში არ იყოს, აქ რომ მოვდიოდით და 2 საათი ყველაფერი მოხდა. მე ჩაიშალა თამაში ვიღაცამ შემთხვევით გაიხილა, ყველაფერი ცუდი მოხდა, მე საცობი დაგვდა. ხო. მაგრამ ჰიტას გენიალური ბეტმობილით, რომელიც შემოყენია, მოგაწყვით კადრებს YouTube-ში რომ ამონათოთ. ძალიან ჩქარავიარეთ. ძალიან ჩქარავიარეთ. ალბათ ბევრი ჯარიმა მოგიწევს. ძრავი 1 და 2. როგორ? 1 და 2 ძრავი მანქანის. ანუ მე ვერ ვერკვევი, ხო? აი ესე დადის. ძალიან გაგვიმართლა რომ კარი ჩემ ხარეს, ანუ გზავრის ხარეს კარი შეიძლება არ გაიღოს ერთი. მართლა არაფერს არ ვამეტებ. აი გამიდა. რა შეიძლება ერთი 5 წუთი ვერ გააყო კარი. ჭირდება? არა, რაღაც შეიძლება რაღაც ის ამომძვრეს და უნდა ჩასვა რაღაცნაირად, თქო დრმაა და ეს. და ეს არა, მაგრამ პირველივე ცდაზე გავაღეთ და ძალიან გაგვიმართლა რა. ანუ გამიმართლა დღეს გარდამიშალა მეტმობილით მოვიდნენ სწრაფად. პლუს გამიმართლა იმის გამო რომ მალე გააღეს კარი, თორე ვერ გადმოვიდა. არა, ეს ისედაც ეს გადმოდის, მე ჩემ ხარეს არის. შენ მე ვერ ჰიტა გადმოვიდა და შენ გადმოვიდა. ო, ბაზარი ორბელი წინ ვიძრომიალებდი მანქანაში ამ ხელა. კაცი. კარგი, გამონებე თავი. ჰიტა როგორ ხარ? ჩემი ხმა ისმის? ანუ გაჩერდები ერთი წამი? ანუ ხალხო, თქვენი გინახავთ მამრობის სქესი, ჩემზე უარესი. აი ეს არის. გვაცადეთ ცოტა ხან საუბარი. გვაცადე მე და ჰიტას ურთიერთობა და ფლირტაობა. ეწუთი გადავაზიარებ თქვენ ამბავს. ძალიან დიდი მადლობა.
ჰიტარ ეს სამბასო გააზიარებს. ჯიგარი და სეიგოს თაგვის გამზარებელი. რა ინტერესია. ლაივში რო ვარ და პა. თან უცნაური გადაცემა გაქვს მინდა გითხრა, იმიტომ მოგწონს. თან ლაივია, თან ხალხი ესწრება. თან ხალხმა შეიძლება აქ დასწრდეს, წავიდეს, მოვიდეს, ჭამოს, დალიოს. ჩვენთვისაც მოიტანოს რაღაცები საჭმელი. მეთხრას ცუდი, რაღაცები კარგი მომაძახოს, ხო ცუდი და YouTube-ზე იქ მომაძახოს. ესე ჩვენ როლი კომფორტული რამე. სიჩუზი ვართ. ვაფშე მარტო აზიური. ერთ კამერა გვაქვს და ხალხთან შეხება არ გვაქვს ფიზიკურად რა. ეს საინტერესო გამოცდილებაა შენთან. გამოცდილება არის ხო, იმიტომ რომ ეს სრული ქაოსია რა. მეც მჭირდება თანაწამო. პირველი ორ სტუმარს ჩემი არ ესმოდა საერთოდ, ჩემი ხმა არ ესმოდა. იმდენად ქაოსი ხო ხდები საცხედო არ. ხო და არა მაგარი სეტია, ძალიან მაგარია, ორიგინალური. მეც გამიგზავნით როგორც საკუთარ ბაზარში. რამდენი ხანი ვართ ხოლმე თუ ჩვენზეა დამოკიდებული? მინდა, არა, უყურე შეხედე. რაღაცები მაქვს საქმელი რა. ორი წამი გაჩვენი. მომიშვინე იქით თუ ადამიანი. 2 წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში თქვი რომ ბასტო არის ყველაზე ინტელექტუალური არსება. იუთუბერი. Border Collie-ს მერე ყველაზე მაგარი მე ვარ. საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? კი, შენ თქვი 2 წლის წინ. შენ რა გონია რომ მე მაუმზადებელი დავხდე? 1 წლის წინ თქვი. იცი რა, ეგ ძალიან რთულია რომ შეამჩნიო ამ ადამიანში. ეს ზედაპირულად, მაგრამ სირღვისეულად ურთიერთობიდან გამომდინარე, მე ეგ შენთვისაა ზედაპირი, ანუ ანუ ერთი შეხედვით სულელი ჩანს. მაგრამ ხო, მაგაშივე შეგეწინააღმდეგე, მაგრამ ორი შეხედვით და უფრო მეტი შეხედვით მე იქ რა საშუალო IQ-ს ხალხი ერთმანეთს ესაუბრება, ეს არის საინტერესო განძი იმალება ამ ადამიანში, რომელიც ესე ზედაპირზე რთულია. ხო და რა განძია ჯერ შეგიძლია დროს იკეფარი მე შარვალი და იმის უკან განძიას და რა, ეხლა მან თქვა დედასპეცაო. ანუ 2 წლისი რა თქვი? წვილივით რატო ელაპარაკე? უკან მიმაქვს. უკან მიგაკ, ხო ისეთ სისულელე და საკმარისია. წავიღებ უკან. აი ჩემ მქონია რომ ეხა ფსიქოლოგი. ზოგი განცეძახის. და ვუსმენ ჩემთან მოსულ წვილს. ან დაახლოებით ეგრეს ხერხართ ორივე. კი, მაკაცური წვილი გვაქვს, წვილი ვარ. პარტნიორები ხართ? ბევრ სამეში. მაგალითად, ვიღაცა ადამიანს თუ პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, ჩვენ ესე ვერთიანდებით ხოლმე, ხელს წევთ, რაღაცა ფორმები გვეცმევა და უგვარებთ ხოლმე პრობლემას. კაი, შენი აზრით ჰიტა როგორი ადამიანი? ჰიტა არის ჩემი აზრით მაღალი, კი, სათვალეებიანი. სიმპათიური. ესეთი რაღაცაც ვია ხოლმე ხო. და ძალიან გულიანი ადამიანი. მართლა ძალიან გულიანია. იცი გულიანის როგორი გარდა? გულიანია? ანუ 2 წლის ეხა იცის თვით რასაც თავის თავზე ბაზრობს თვით რა 60 ჰიტამ შენზე თქვა რომ ერთ-ერთი ისეთი ინტელექტუალი ადამიანია და შენ ჰიტაზე ახლა დღეს 2 წლის თავზე რომ მაღალი და გულიანი ადამიანია. აი მოდი ხუმრობის გარეშე. ხუმრობის გარეშე. ყველაზე წარმატებული იუთუბერია საქართველოში. წარმატებას რას ეძახი? აი YouTube, აი რაც გაძლევს YouTube, აი რა ჩამოთვალთ, მაგალითად community-ს გაძლევს მაგალითად, გაძლევს ხალხის სიყოველს, გაძლევს შემოსავალს. აი ეგ ყველაფერი რო აიღო ერთად და YouTuber-ობაში გაერთიანო ყველაზე წარმატებული YouTuber-ია და მაგაზე შევეკამათები ნებისმიერ სანგრენად დაწყებული კალათას. რა შენ ეს ყველაფერი ილაპარაკო? თუ გადამიხდის, კიდე უფრო ხშირად ვილაპარაკებ ხოლმე. მეტი არაფერს არ გააკეთებ? ძალიან სანაკებო სიტყვები მითხრა. სწორი ვთქვი. ბარეული დაუდგეს. ხო და მე ხო ახალი ვარ ახლა ამ საქმეში რა. სხვათა შორის რა ბაზარიას მაყურებელს მინდა მოუყვე რომ 1 წლის წინ მე აქტიურად დავიწყე YouTube გადაცემებში სიარული, იმიტომ რომ ვეპარებოდი YouTube-ს. და იმის გამო რომ მე არ ვიცოდი ეს აქაური ორგანიზმი რა ხდება და როგორ ხდება, გადავწყვიტე რომ ჰამაკთან კოლაბორაციით რაღაც გადაცემები გამეკეთებინა და ბასტომ გადამაგდო. აი ესეთი ადამიანია ბასტო. გადავაგდე არა. მინდა რომ აპლოდისმენტები გადავაგდე არა. გადამდე. YouTube გადამგდები? გადამდები. YouTube გადამდები და გადამდე. გადამდები. მეგობრებო. რას მეუბნებოდა იცი რა? ერთად რას მეუბნებოდა? სამსარო იყოს. სამსარო ერთად და ჩამოფინდეს ვიღაც ტიტული გას. მე აღარ ჩავიდა ქორც მე ეგრე შევიძილავ. იქ ვიღაც ტანკში ჩავშდე ვესური. იცი რატო? იმიტომ რომ შენ მეუბნებოდი რომ ყველაფერი შემიძლიაო. შეგიძლია რა? არ შეჭირდება ტანკი. შენ მეუბნებოდი რომ შენ შეგვიძლია. შეგასწრება რა არაფერს არ ვამეტებ. სამზარეულოში და სამზარეულოში ყველაფერი და რატო არ გამიკეთებ? YouTube გადაცემა. შენ თორე გაგეკეთებინა. ხო და გავაკეთეთ. ხო და ახლა მე რა გინდა? ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო კარგო. ეხლა როგორ ფიქრობ YouTube-ზე? როგორ? ეხლა როგორ ფიქრობ YouTube-ზე? გადასარევად. ვირაში სამჯერ. აქტუალებული ვარ YouTube-ის და მეცაც გეტყვი. ტელევიზიის დანახვა არ მინდა. ანუ გინდა რომ გადმოხვიდე თუ რა. მე უკვე მაქვს ერთი გადაცემა. მინდა ტელევიზია ჯერ დაგახო. ადეს ხო? დაიდო უკვე კი ბატონო და სხვათა შორის მე თქვა რომ რა ბაზარია იდება YouTube-ზე და სხვათა შორის YouTube მაყურებელს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მე ძალიან მადლიერი ვარ რომ კარგი ნახვები გვაქვს დასაწყისისთვის და ძალიან მადლიერი ვარ მე YouTube-ზე. თქვენი მეგობრებო. კარგი გამოხმაურება აქვს და YouTube-ზეც რო გასტრიმოთ?
ხოჯოვია. აი ვაპირებთ მალე გასტრიმავს, ყველაფერს გავსტრიმავთ, ძალიან მალე. Facebook-ი მისი იდეა იყო ხელი რომ ავწიოთ თუ შეიძლება. აგერ არის, აი. კომრო. რა რჩევებს მომცემთ? აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული YouTuber-ი გავხდე მე? მე აზრი არა ვარ, მე ნუ იქცევი რაღაც გაუგონა რა თუ იქცევი, გეხვეწები რა. სპეციალურად აკეთებს მეგობრებო, აი ხა ეს რო ზის აი ესე. აი ესე რო იყურებდა, აი ესე რო აკეთებს, აი სპეციალურად აკეთებს. ამ თელ დღე წყნარად მაფიაში ხო იჯდა აი. ეს მიფურხევადი ხოლმე. აკეთებ. ამ თელ დღე იყო ეს სოლიდურად და ეხლა შენ დანახვაზე აცამცარდა ეს. ხო, იმიტომ გიждდება ჩემზე. პირველი ვიდეო გახსოვთ, რომელიც ატვირთეთ? ორივეს გეკითხები. ამას მეტა არ ახსოვდეს. შეიძლება რომ აცადო უფრო. პარტნიორი შეგრძნება კითხვა, გაქვს. შეხედა. პარტნიორი შეგრძნება გაქვს. არა, უყურე, კითხვა დასვი და იყურებოდი აქ შუაში. მე ხო და გავარკვიო რომელს უყურებ და ამას თუ მეთქო. ჰიტასთან ვილაპარაკებდი ძალიან. გასაგებია, მიდით, მიხედე. შევი რაღაცა ამოანათეთ ჰიტას პირველი ვიდეო. გახსოვთ. დაგაკლებად გამომწერები თვითონაც თქვენს. აცადე საუბარი ეხლა ნორმალური ძალიან თუ ხარ. წინაულია ძველი ვიდეოები. ჰიტას პირველი ვიდეოს ჩემ პირველი ფოტო მიჩემნი. ძალიან გამოუცხელი რა კომპლექსიებიც ქონდა კამერის და ხო. ბევრი ნიუანსი კომპლექსი ქონდა კამერის? კი. როგორ გაბედე მე? ენა მე მოდახომე და მე ბევრს ვარ ჯიშობდი. ბევრს არ ჯიშობდი, ლოგოპედი. ძალიან. ლოგოპედთან არ არის, მე თვითონ დადგებოდა ხომ რა დავაგედგა მაშინ მითხარი, ეს რა სურვილი იყო ეს? იცი რა, იუთუბერობა როგორც გავიაზრე, რასაც ნიშნავდა რა, თავისი ლაიფსტაილით, პერსპექტივით და ყველაფრით, იმ წამსვე გადავწყვიტე, რომ full time იუთუბერი უნდა გამხდარიყავი. ხო. და მაგის შემდეგ და ვცდილობდი დამემუღამებინა რა უნარებიც არის საჭირო მაგისთვის ყველაფერი, ედიტი, კამერა, ხმა, თვითონ კონტენტის აწყობა, ინტერნეტში სწორად განთავსება და ეგეთ ბევრი რაღაცაა რა. და ეს რამდენი წლის წინ იყო ეს? 9 7-8. 7-8. 78. ანუ ეს ერთ-ერთი ვეტერანი ხარ, ანუ როგორც კი იუთუბერობა გადავწყვიტე, მას შემდეგ ვარ full time იუთუბერი. full time YouTuber. ანუ შენი სამსახურია ეს? კი. ანუ სხვა სამსახური არ გაქვს. ანუ სხვა სამსახური. full time YouTuber ნიშნავს რომ შენი ხო, სამსახურია. ანუ სამსახურია და ცხოვრობ, ეს გაჭმავს კურს. კი, 7 წელია. რაც გაჭმავს ხუებსაც აუგო. რაც ერთი 20 კაც აჭმევს კარგი. ანუ რაც ასე ვთქვათ 7 წლის წინ წარმოუდგენელი იყო ამ სფეროში, ნახვებიც როგორ იყო, იცი, აი 500 ნახვა ვისაც ჰქონდა, თელმა YouTube community მიცოდა ის ტიპი რა. აი რა. და 1000 გამომწერი ბევრად ითვლებოდა. და იუთუბერები ერთმანეთს იმით ეჯიბრებოდნენ, შენს აღზე რამდენი ვიდეო დევს ისეთი, რომელსაც მაგალითად 100.000 ნახვა აქვს და 2 თუ დევს, აი ძალიან სიგიჟეა. და ეხლა შენ გარდა კიდე ვინ იყო მაგ პერიოდში? ანუ იცი არის საინტერესო, მე არ ვარ ესე პირველი თაობის, ჩემზე ძველებიც არის. შენზე ძველებიც არის. რომელიც 2014-ში დაიწყეს ან 15-ში და დღემდე აგრძელებენ. და ეგეთი არის რამდენიმე ადამიანი. მე არ ვარ ეგეთი. რასტომ ეხლა დაიწყო ერთი თვეა და 8000-მდე გამომწერი ყავს, ხო? ხო, მაგრამ ძალიან რასტომ ეხლა დაიწყო ერთი თვეა? რა დაიწყე? ჩემი არხი გავაკეთე მე. თავისი არხი გააკეთა ალბატორო რუსლანი. და 155 კომენტარზე უპასუხა ერთ ვიდეოში და საათ ნახევრიანი თითქმის ვიდეო და დაიწყო. ეგ რატო გონია რომ რატო გონიათ ეს საოცრება დღეში იმდენ ადამიანს პასუხობ იმდენ ადამიანს პასუხობ 155 მე რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს? 155 იყო. ანუ იქ 1500 ყოფილიყო ჩემო კარგო, ჩემო ახალ ბედავ. იქ 1500 ყოფილიყო, 1500-საც უპასუხე. ახალ ბედავ ისე მეუბნები გეგონება შეურაცხყოფას მაყენებს. არა, უბრალოდ ხას ვუსვამ შენ სამჯამედელ შენ თუ გახსოვს მდგომარეობას. შენი პირველი ვიდეო რაც ატვირთე დიახ, YouTube-ზე? YouTube-ზე რაც ავტვირთე? ხო, კი, მეია. DC Universe-ის gameplay იყო. რა იყო? თამაშის ვიდეო ავტვირთე ბავშვობაში. მუსიკა დავადე და რაგადან 400 ნახვა ქონდა. ძალიან ხამაკი მამაკო. საიდან მოიტანე? არხზე არის საუბარი. აუ ეს ბევრჯერ მაქვს მოყოლი და შენ არ ვიცი, ჩემთან არ გაქვს მოყოლი და არ მინდა ეს დამატებები. ნუ მაჩხუბებ რა. ჰამაკი საიდან ხალხს მოვიტანე და გაუშვება, შეგვიძლია Windows და რომ მე რაღაცის პასტას გაკეთება ვერ და ვჭირდე. გესწრით ჩემი ხმა? მეგობრებო. ჰამაკი საიდან მოვიტანე და ეხა ჯანდაბა. ხო და ჰამაკი საიდან მოვიტანე და იქ არ გესმით? არ გესმით? მადლობ, მიდი გააგრძელე. ჰამაკი საიდან მოვიტანე და გადავწყვეტ რომ გაგვეკეთებინა ჰამაკი YouTube-არ ხარ და პროექტები გვეკეთებინა და გავაკეთებ და ვაკეთებ პროექტებს. ეხა ისეთ მაგარ პროექტს ვაკეთებ ჰამაკზე, რომ დარწმუნებული ვარ, რომ თუ იმის 30% მაინც შეშლა, რაც და ჩაფიქრებული გვაქვს, ბუმს გადატრიალებას მოვა, რენესანსი იქნება YouTube-ის, ქართული YouTube-ის რენესანსის ავტორი ვიქნები. აი მითხარით რა იყო ისეთი კომენტარი გულშემატკივრისგან, რომელიც აი ყველაზე უცნაური, აი რა მოუწერიათ, რა დაუწერიათ თქვენთვის. მალე დაიდება კავსაძე. რა? აი ესეთი კომენტარი იყო. მალე დაიდება კავსაძე? მალე დაიდება კავსაძე. რაზე? კავიაზე უნდა ეთქვა.
მე რამდენიმე თვის წინ დამიწერეს გრიგოლ ვაშაძის ახალგაზრდობა ხარო რა ესე. ო, მართლა. რუსი შარშა. გრიგოლ ვაშაძე, რამდენიმე თვის წინ არა, ამის მაგის მერე სულ მაგას გეძახ. ეს გრიგოლ ვაშაძე. ახალგაზრდა. აი ახალგაზრდობა. აი ახალგაზრდა სტუდენტი გრიგოლ ვაშაძე. ამის მერე ხო ფიქრია პრეზიდენტობის. ვერაფერით უკან ვეღარ გამოხვალ იმ პოზიციიდან, სულ გრიგოლ ვაშაძე გეგონება. ანუ ხო და კარგი ფიქრია, აი ცოტა არ გაგიეულო, აი მოდი აი იუთუბერობიდან გავხდები პრეზიდენტი. პირველი YouTube პრეზიდენტი. იცი რა, იქნებ შენს გინებას უნდა. ხო არის ისეთი რაღაცეები, რაზეც ბავშვობიდან ოცნები ხა? ხო და მე დარწმუნებული ვარ პრეზიდენტობაზე ვიღაცები ოცნებობენ და არ მინდა რომ მაგ ოცნებაში ვიღაცა შევეცილო. მე რაც ოცნებობდი, ეგ ავიხთინე და ოდნები ამის. ოცნებობდი აიხთინე და ახლა სხვა ოცნება არ არის? სხვა ოცნება არის ამ ოცნების უფრო ხორჩესხმა ხორშეს რა. და განვითარება. შენ რაზე ოცნებ? რა გინდა გოგო? რა? შესაძლოა. მე რაზე ოცნება გითხრა, გითხრა რა ოცნება? მე ვიცი, შენ გინდა გულ დაწყვეტილი არასდროს არ ვიყო, რომ ვახ, ჯანდაბა რესურსი არ მეყო და იმასაც ვერ დავეხმარეთ. ხა ეს არ მინდა არასდროს ვიგრძნო. ანუ ვისაც ვფიქრობ, რომ მე შემილია რაღაცა გავუკეთო, ყველასთვის დროც მქონდეს და ყველანაირ რესურსს იმ ადამიანს დავუთმო. ჩემო პიტა. პირველი რუსკა იქნება. მე აღარ მჭირდება ესეც საროჩკა უნდა უყიდო, ძალიან მოხდება რა. მე აღარ მჭირდება შენი დახმარება. შენ მე ერთხელ უკვე დამეხმარე. ეხლა ხმარე ვირიბად არ იცის, ვერ ხმდება, ვერ ხმდება. აი იცი რა მითხარი? აი ყველაზე ცუდი კომენტარი რა დაუწერეთ? აი საშინელება, აი შენც რო თქვენც კი რო აი გული გაგისკდა და გაბრალდა. მიროზე დაწერეს. მე ჩემზე მე ცოტ კომენტარებს ვერ ვიმახსოვრებ და მიროზე მახსოვს რომ აგინეს. მიროზე რა დაწერეს? პროსტა აგინეს. შენზე აუ არ ვიცი ეს ყველაზე ცუდი. ალბათ ეგ იყო რა წერან გითხრა. გრიგო! ეცი გიწერნი. ცუდი კომენტარი რა, ცუდი კომენტარები მიდევს ვიდეო, გვაკითხებენ მე და ქოროს ცუდ კომენტარებს და არც ერთი არ ახომეთ ცუდი. ქოროს აგინებენ. ანუ შენ გინდა თქვა რომ შენზე ცუდ კომენტარებს არ წერენ? აი იცი რა, აბა ეგ აგენერირებენ ვიცი, ბოტები. აბა ეგ ამბავი შენ რომ YouTube-ზე ცუდი კომენტარები არის ძალიან ცოტა YouTuber-თან. ხო. იცი რატო? რატო? ყველა სოციალურ ქსელში, პლატფორმაზე, რომელზეც არ უნდა შეხვიდე, ვიდეოები ხო რენდომად ხდება, ან TikTok-ზე არც რა მოგივარდება, Facebook-ზე შეიძლება შენმა მეგობარმა გააზიაროს და ეგეთი ბევრი რაღაცაა და YouTube-ზე ერთადერთი ვარიანტი არის, რომ შენ თვითონ უნდა დააჭირო thumbnail-ზე. და რადგან აჭერ, ესე იგი ირჩევო. ოღონდ ეგ პირველ ვიდეოზე არ არის, ეგ რო იცოდი, იმიტომ რომ პირველი ვიდეო რო გდებ YouTube-ი უფრო მეტ ადამიანს ანახებს, შეიძლება ვიღაც ისეც ამოგდეს, ვინც ვაფშე სხვაგან არის. ნახე, როგორი ამბავია? ამ წერებში სულ ყველა ისაა, რომ პირიქ გაქებენ გადიდებ. ხო და რაღაცას ანუ გასუპორტებენ? ძალიან და რაღაცას რო ირჩევ, ანუ ესე რო შეხედო რა, იმისადმი მიმღეობა უფრო დიდი გაქვს. ამიტომ ცუდი კომენტარის წერა არ გინდება. ერთი ეგ არის და მეორე კიდე დაუმწერებ ისე ვიცავენ ხოლმე ყველგან, რომ იქ რო შემოხვიდე რა ბაბლები ვითარი რა YouTube არხები. იქ რო შემოხვიდე და ცუდი კომენტარი დაწერო. YouTuber-მა რო არ წაშალოს, იმდენი ადამიანი აგინებს იმას შემდეგ replay-ში, რომ შეუძლებელია კმაყოფილი დარჩეს თავის აქციებით. ანუ ესე იგი ერთგვარი ფილტრი არის ისევ ხალხი, ხო? Community-ის ის არა. რამდენიმე შიანი ფილტრია, ხო. იმენა შენი საზოგადოება გყავს და ის საზოგადოებას აწვდის შენ მე თუ არ გევასები, ეხლა ჩემ ვიდეოს ხო არ ჩართავ შენი ხელით. ესე. არა, მაგრამ შეიძლება ხო არსებობენ ეს ადამიანები, არ მევასებ შემოვიდა სპეციალურად დაგიწეროს დიდი რაღაცა. ეგეთია, მაგას ქვია პროფესიონალი ჰეითერი. აი შორტებში რომ ამომივარდეს, მათ ხო ის არის. შორტებს არ დებთ ხოლმე. როგორ? არ დებთ. არ დებ შორტებს. შორტი არის TikTok-ის მიბაგი, TikTok. რატო არ დებ? რომ მე არ გლანძღო? YouTuber-ები შორტებს რატო არ დებთ? მაგას კიდე ალგორითმული მიზეზი აქვს რა. ანუ არც თუ ბევრ შორტებს დებ, არხი გარდაიქმნება შორტების არხად და ვიდეოებს ნახვებს აკლებს. და რა ნახვების ვიდეოს უნდა მომატებოდა, ეგ შორტებს ემატება. და ჩვენ გვირჩევნია რომ დიდ ვიდეოს მოემატოს ნახვები და არა შორტებს. შორტების მაგათ TikTok-ზე უნდა დადო ყველაფერი და ფულს აკეთებთ? მონეტიზაციით, YouTube-ის მონეტიზაციას გულს. YouTube-ის მე არ სპონსორებს არ გულისხმობ. ხო, YouTube-ის მონეტიზაცია რეკორდი გვაქვს $1000 ჩვენ თვეში. აი ყველაზე დიდი რეკორდი ჩვენ. მე მაქვს ალბათ 1500 არა. ანუ YouTube-ის მონეტიზაცია. იცი რა, ეხლა რო $1500 მაგალითად პირობითად რა, ეს საშუალოდ $1000. დიდ არხებს გულისხმობ რა. ვისაც თვეში ალბათ 9 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეგ იქნებოდა 2 წლის წინ მაგალითად $2. ანუ იმდენად მზარდი არის ეხლა. ანუ ეხლა ძალიან ცოტაა, მაგრამ ამერიკასთან აი ამერიკასთან გაი დამასწარე. ამერიკაში რო იყო საერთოდ სხვა იქნება. ნახე, ეხლა რამდენი ნახვებიც გვაქვს ჩვენ მაგალითად ან ესე YouTuber-ებს საშუალოდ რა.
მარტო მონეტიზაციით ამერიკული ნახვები რო იყოს, მინიმუმ $25,000 იქნებოდა. რას მეუბნები? მინიმუმთან, აი ყველაზე ცოტა რა. იგივე რაოდენობის ნახვაზე, იქ რო ინგლისური ბაზარი უფრო დიდია და რაღაცა 100,000 იქ გეკნებოდა 10 მილიონი რა. რატო აქ ესეთი დაბალი მონეტიზაცია? და კიდევ უფრო სიგრძე გითხრა? კი. YouTube-ის ანალიტიკაში შეგიძლია ნახო, რომელი ქვეყნიდან რამდენი ნახვა მოგემატა და იმ კონკრეტული ნახვებიდან იმ ქვეყნიდან რამდენი $. იშოვენ. ხო. და მაგალითად ამერიკიდან ეხლა ჩემ ვიდეოზე რო არის მაგალითად 2% ნახვა. ხო. და 99 ქართული და კი 2 და 1-1 რომელიღაცა ქვეყნებიდან. ამერიკის 2% უფრო მეც გამოიმუშავოს ვიდრე 99 ქართული. ძალიან გულდასაწყვეტი არა. ამიტომ ემიგრანტები გვარჩენენ მონეტიზაციიდანაც შეიძლება და საინტერესო რა არის რა ყველაზე მაგარი. კი, მითხარი, ჩემო სიცოცხლე ყველაზე მაგარი. ჩვენ კონტენტს თუ დააკვირდები, კონტენტს თუ ახლა საქართველოს ქართულ კონტენტს თუ და ვიღაცას ურეკავენ. ქართულ კონტენტს თუ დააკვირდები, მორგებული არის სპონსორზე და ამერიკული კონტენტი ყოველთვის მორგებულია ნახვაზე რა. იმიტომ რომ იქ ამერიკაში მაგალითად ნახვა გიხდის ხელფასს რა, იმიტომ რომ უფრო მეტი ნახვა გაქვს, მით უფრო კარგად მოდის და აქ სპონსორზე მორგებული კონტენტი მაგიტოა ხოლმე და თან რა ქვია, ჩვენთან რო რეკლამა ვარდება, ეხლა Grammarly რო არის აპლიკაცია გახსოვს? გისტორებდა თავისით რაღაც CV-ს რო წერდიან რაღაც ინგლისურად გისტორებდა და ქართულმა Grammarly რატო უნდა იყოს? რაც არ უნდა მირეკლამო, ან გირეკლამო Grammarly. ფულს არ გადაიხდი, ანუ ზუსტად მაგიტო რომ არ ვიყიდე თვილა რეკლამით, 100,000-მა ქართულმა რო ნახო, შეიძლება 5-მა იყიდოს და 100,000 ამერიკელმა შეიძლება 50,000-მა იყიდოს. თქვა ასე ვამბობ. ხედავთ რა თქვიანი სტუმრები გყავს დღეს მეგობრებო. ჯანდაბა, ეხლა ყურიდან გადმომივად ცოტა ტვენი და ძირს ვარ და ჩემ გარდა რომელ ქართულ YouTuber-ს უყურებთ? შენ გარდა? მე ალბათ ყველას უყურებ. მე ყველას უყურებ? ანუ როგორ იცი? არა, ნახე. ყველას რანაირად უყურებ? ანუ ვიღაცებს ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ. ვიღაცებს ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ და ყველას უყურებ მომხდარა ეგეთი რაღაცა. ინფორმაციის დონეზე რა. ამ ყველა ვიდეოს უნდა გადახედო, რა ხდება რო იცი. იმიტომ შენ მანიაკი ხარ, ხო? ჩემი ძალიან დიდი გასართობია YouTube-ის ყურება ისედაც. და თან მიხარია რომ ეს ერთ-ერთი YouTuber-ია. ანუ YouTuber-ის დანახვა ისე მიხარია რომ პატარა იმიტომ ხარ ჩემი სტუმარი, რომ ხარ YouTube-ის ძალიან პატივსაცემი, როგორ თქვით, ნატალია? პერსონა. ვაუ. ერთ-ერთი პირველი. დიდი პატივია. და თან მოთხოვნადი. და ესეც მოყვარა. არა, ესეც ესეთია და იმიტომ რა. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარია. ან ბასტო არის როგორი ტიპი ბასტო არის აბსოლუტურად გენიალური. ბასტოს თავისი ახი არ ქონია. აჰა. ბოლო 1 წელი ან 2 წელი ესე და ზარმაცია არის ყველაზე სტუმრად მისვლადი ადამიანი. ან ყველაზე დაპატიჟებადი. ვაფშე არ ჭდება არხიტო. როგორ? ვაფშე არ ჭდება არხი მე რომ ვიარო. თავისი ახი ისე არ ქონდა რომ ისე ითვლებოდა YouTuber-ად როგორც ხო, მაგრამ ფულს ხო არ გიხდიან ამას, ჩემო სიცოცხლე. რა თქმა ფული, მე ადამიანის ემოციებით ვიკვებები და ამ ემოციებს მე შემდგომ ამ ემოციებს უთარგმნი მე მაგუჩი. ვისთან კოლაბორაციას ისურვებდით? არ აქვს. მე ვისურვებდი Space 4 და 0-თან კოლაბორაციას. ვისთან? Space 4 და 0 ესეთი არხი არის. ქართველები არიან? არა. ძალიან მაგარი ახია. თქვენ ხართ? და ჩვენთან ხართ სტუმრად? Yes! აპლოდისმენტები ჩვენ სტუმრებს. რამდენი გადაუხადეთ? და შენი და თუ გააკეთებ სარხს მანდაც დიდი სიამოვნებით მივიდოდი. მე ჩემ გადაცემაში ხედავ არ გეძახი. შენ? თუ დაუძახებ არ მოვა. პირობას გაძლევ. ხო ჰიტა. ანუ ვისთან ვისურვებდი სტუმრობას? აი, კოლაბორაციას ვისთან ისურვებდი? არ აქვს მნიშვნელობა ქართველი, უცხოელი. მესი. არ ვიცი ეს. ეგ ვიცი. იმიტომ რომ არიცი, არ გინდა ერთადერთი ხარ, არავისთან კოლაბორაცია არ გინდა? არა, როგორ არ გინდა? არა, პირიქით იმდენად ბევრ ადამიანთან მქონია კოლაბორაცია, რომ ერთი როგორ არ გინდა? აი, ძალიან გინდა გულში. ბასტო. ხო. და PewDiePie და ბასტო. ეგ ვინ არის? PewDiePie არის ბასტოზე კითხა, PewDiePie იცის. მე ახლა ვერ ვიწყებ YouTube-ებში და YouTuber-ების გაცნობას. ქართველი YouTuber-ები ვიცი ყველასთან მიყავს. ანიმაცია იყო პატარა დათუნია ჟელიბონივით რაღაცა არის და აკეთებდა ანიმაცია ძალიან პოპულარული გახდა და მე რაღაცა იაპონიაში წავიდა და ცოლი მოიყვანა. ან ყველაზე მეტ გამომწერიანი YouTuber-ი იყო 6 წელი. და ესე 6 წელი და იჯდა ესე თავის კომპიუტერთან და იქიდან იღებდა ვიდეოებს მაგალითად და 110 მილიონი გამომწერელი. 110 მილიონი. ხო, აი არ მესმის და მომკარით, რას აკეთებდა ამისთანაც? არაფერს, იჯდა და ბაზრობდა და რასაც აკეთებდა იმას იღებდა. უნდა ხალხს ამის ყურება. რეალურია, ნამდვილია. ნამდვილია. მარტოსული ადამიანი ნამდვილებს უყურებს, აი. მარტოსული არა მარტო. იმ მომენტში მარტოსული.
იმ მომენტში მარტო სული ადამიანს უყურებს, რომელიც ზის. არა, რომელიც გულწრფელია და არის ყუება. თამაშობს სამოგზაუროდ და ის ბლოგებს იღებს, მაგრამ ანუ საინტერესო კონტენტი ქონდა. საინტერესო შენ არ გაგისწორებო და არ გამოიწერე. ტიპს არ ყოლია არასოდეს არც ოპერატორი, არც პროდიუსერი, თავის მობილურით იღებდა რაღაცებს, კამერაც არ ყიდულობდა და მაინც ყველაზე მეტი გამოწერდა. და ერთ ვიდეოს რო ატვირთავდა, სადღაც 700,000 ან 800,000 $-ს უწერდა მონეტიზაციით და დღეში 3 ვიდეოს დებდა. 10 წელი დებდა დღეში 3 ვიდეო. ტელეფონი დათუნია წარმოიდგინე. 10 წელი დებდა დღეში 3 ვიდეო. ეხლა არსებობს კიდე ეს YouTube-ი? იაპონიაში ცოლი მოიყვანა. ეხლა პენსიაზეა შეიძლება ითქვას და თვეში რამდენიმე ვიდეოს დევს. ოღონ და აკეთებს ვერბულს. ეხლა როგორ სიტუაციაშია, იცი, ამდენი გამოწერე ხო ყავს, ამდენი ვიდეო ხო უდევს. ეხლა დღეიდან მოყოლებული საერთოდ რო აღარასოდეს ვიდეო აღარ დადოს. ვიდეოები დაუწერს. თვეში დაახლოებით $5 მილიონი მაინც ჩაირიცხება. აუ აღარ მინდა და ნერვები აღარ მაქვს. კაროჩე, Facebook-ი გათიშეთ, YouTube-ზე გადავიწყეთ ეგრევე. თორე ანუ მას კარგი სტრიმია გადასატანი YouTube-ზე. აი ერთი სტუმრის არჩევის საშუალება რო გქონდეთ თქვენს გადაცემაში, ან თქვენს სტრიმზე თუ რა თქვია. აი ვინ იქნებოდა? რონალდოს მოვიყვანდი. რონალდოს თუ მესის? არა, რონალდოს მესის მე ტირილი ამიყლება მესი რომ მოვიყვანო. კაი, მე იტირე. არა, რონალდოს მოვიყვანდი და იტირე. ცოტა ისეთ იმას ჩავწერდი ინტერვიუს რა. როგორ? ძალიან ბევრს ვათქმევინებდი რომ ყველაზე მაგარი მე ვარო და მე ცოტა დავცინებდი ხოლმე. ვის ათქმევინებდი რომ ყველაზე მაგარი შე? რონალდოს ვათქმევინებდი რომ ყველაზე მაგარი მე ვარო, ან თვითონ I am the best და მე აი ერთ-ორჯერ ფუნს გავაკეთებდი მესის გულშემატკივრებისთვის ფოტო, თორე რონალდო ძალიან მაგარი. თქვენ ბატონო. არა? ვინაი თქვენი სასურველი სტუმარი, საოცნებო სტუმარი. წარმოგვიდგენა. სხვა ორი წამის წინ თქვა. აი შოთა რუსთაველი. კოლაბორაციაზე იყო საუბარი. შეკითხავს და დაუკვირდი რა. კოლაბორაცია სტუმარშო, საგაცხვება, მეგობრებო, ხელი ავწიოთ twins-ს გამოიცნობს. ერთმანეთის კონტენტს როგორ აფასებ? ფიტას მობილურს ვაჩუქებ. ერთმანეთის კონტენტს როგორ აფასებ? ბაკებს ამაწიწკნის მალე. რაო? ბაკებს ამაწიწკნი მალე. და მობილურ ჩავმარხო დირექტორთან. და ბაკები. აი ჩემ კონტენტს როგორ ახასებ? მოგხარშ. ერთმანეთის კონტენტს ვაფასებ როგორც დამჯდარს. რა? ამის კონტენტი არის ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ სკამიდან ადგომა არ მომიწიოს. რატო? არა. ეგეთი. ანუ შენ ჰიტას კონტენტში დაინახე ის, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ სკამიდან ტიპი ზის და ძალიან საინტერესო. ეს პასუხები გაქვს, რომ ჩემი აზრით ჰიტას აქვს შემეცნებითი კონტენტი. ასევე შემეცნებითი კონტენტი აღარ ქვია მაგას. ვაფასებს ეგრე, რომ ოღონდ სკამიდან ადგომა არ მოუწიოს და ილაპარაკებს. კიდე ვაფასებს. არა, უყურე მოტივაციის მომცემი. მეც ველოდებოდი რომ მოტივაციის მომცემი რა. შური ანიკაცია თან ყველაფერთან ერთად. მოტივაციის მომცემი მიმცემი ადამიანია, რაც ჰიტამ დაიწყო. რაც გაუბაზრდა რომ ჰიტა მაგარ მაყურს აკეთებს დომით, მაგის მერე ყველა კაი, სამი სიტყვით დაახასიათეთ ერთმანეთი. ჰიტა შენ დაიწყე რა ამ კრეტინის დასწავლისას რა ქვია დაახასიათე. წარმატებული თავადიშვილი. თავადიშვილი? აუ, ეხა იმეორებ თან, ხო? ესეთი რა აიღოლია. სერიოზულად. ესეთი რა აიღოლია ეს ამხელა IQ-ს პატრონი კაცი. მე მგონი მეც შინაგან ძალიან ცანცარა ვარ, უბრალოდ არ მეტყვი. ეგ ძალიან სასიამოვნოა, მე ძალიან ცანცარა ვარ. და ჩემი რატო აქ სიამოვნებს, ანუ შენი ცანცარი? ამოჩვენე ეს საკითხში ცანცარი შენ ბაზარი ნერვებს არა. მიშლი ხა ძალიან. დაგახასიათე. მადლობა. არც დავახასიათე. არ, საათი რა შევაინდა. მე vicი რა იდეა დევს მისი ახის უკან და ის ძალიან დასაფასებელია და სათქმელია თვითონ ვერ იტყვის მე იდეა. თვითონ ცხოვრებაში რა გამოცდილებასაც აგროვებს როგორც ადამიანი და როგორც პერსონა. უნდა რომ ეს გამოცდილება გაუზიაროს მოზარდებს და გაუადვილოს ის ნაბიჯები მომავალში, რომელიც ექნებათ მათ გადასადგმელი. უკვე შესრულებულის პოზიციით. ანუ საზოგადო მოღვაწეა. კი, ზუსტად. თქვენი თვით რა პრეზიდენტობა უნდა? პრეზიდენტობა რა სჭირდება, გოგო? პრეზიდენტს რა არის ისუფლება, პრეზიდენტი რა შეიძლება არ შემოგდრო. პრეზიდენტები ვინც ყოფილან. პრემიერობა შეიძლება, მაგრამ პრეზიდენტობა არ მინდა. დედოფლობა მინდა ინგლისის. აი ასაკში რომ შეხვალ როგორ გინდა რომ მოგიხსენიო? ასაკში რომ შეხვალ როგორ გინდა რომ მოგიხსენიოს ხალხმა? იუთუბერი თუ მსახიობი? თუ უბრალოდ ლამაზი ბიჭი? მე მინდა რომ მომიხსენიო, მე მინდა რომ პირადად მიცნობდნენ და სახელით მომიხსენიო. ყველას მინდა პირადად ვიცნობდნენ. თქვენ ჰიტა? დაკახელი. მაპატიეთ. რა არის, მე რო დავიწყე ვიდეოების გადაღება, იუთუბერობა ძალიან ტეხავდა რა, როგორც ისე. ხო და ტეხავდა? კი, ცოტა ტეხავდა, იმიტომ რომ აი რა ვიდეოების გადაღება ცოტა ისეთი კონტი იყო.
თან ქუთაისში იყო საერთოდ. ქუთაისში იღებდი? ქუთაისთან დავიწყე და მე გადმოვედი. გადმოხედი უკვე? და იცი როგორ ამბავია, რომ მე როგორც ხედავდი იუთუბერობას, მე ხა ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მე როგორც თავიდან ხედავდი, ეგრე ნენა ყველა აღიქვამს და ძალიან ფლექსი და cool გახდა. ანუ შეხარ ძალიან ფლექსი და cool ჩემი აზრით. ვაუ, მადლობა. არა, მართლა კონტენტის პონჩი, თორე ორივე ძალიან მიყვარს. ყველაზე სამარცხვინო რა გაგიკეთებია? ერთი გოგონა იყო, გავაკეთო რაღაცა ერთადო მეუნებოდა და გადავაგდე და ძალიან მწვენია. თვითონ ფიქრობს რომ გადავაგდე, მე უბრალოდ მართლა გადავდე, გადავაჩოჩი, ანუ ესე იგი და პატარ-პატარა ნაბიჯებით ცოტა როგორ გადავაჩოჩი? ყველა სამარცხვინო რა გამიკეთებია და არ ვიცი. არ გაგიკეთებია ალბათ არაფერი სამარცხვინო. არა, სამარცხვინო რას ნიშნავს სამარცხვინო? სამარცხვინო სამარცხვინო საკუთარი. აი სხვის მაგიროთ რომ დაგაჟრიალებს, რომ აი შენ ენაზე კეთე, აი დასაკრინჯი რა გაგიკეთებიო? დასაკრინჯი რა უფ რამდენიც გინდა? აი მაინც. დასჭაო ეხლა ისე დაილაპარაკე, შენ რო იცი ხოლმე. მაგალითად ყველაზე მეტად სადაც დავკრინჯულ ვარ ცხოვრებაში, სადაც საკუთარი სხეულისგან განცალკება მინდოდა და სხვა რაღაცაში გადასვლა უბრალოდ დედამიწის დატოვება და ვაფშე აქაურა წოთის სოფლის აღარ მინდოდა რომ ჩემთან ყოფილიყო ვაფშე საერთოდ იყო რომ მომენტი როდესაც ჩპს-ის პირველი სერია იყო ხო სუ პირველი სერია იყო პირველად მომიშვირენ კამერა მოგიშვირენ კამერა და ვემშვიდობებოდი საკუთარ ძველ iPhone-ს ხო და ტექსტ სცენარში არაფერი არ ეწერა და მიდიო იფრისტაილეო მითხრეს მე რეფრისტაილს რა საშინელებები ვაკეთე. აირე. სახეზე წითელი ვიყავი იქ ჩანს. სკვენო და პარალელურად და რაღაცებს ვაკეთებ და მაგ ვიდეოს რო პირველად უყურე გულწრფელად ვამბობ, ცევლები წამომივიდა. ისე დაიქიმჯე? ცევლები წამომივიდა მეთქი ნეტა გამეღვიძოს ახლა და რავი, გამეღვიძოს კენიაში. ან ისმიერ სხვა ადამიანად ოღონდ ეს რეალურად მე არ ვიყო, ოღონდ ჩემ ძმად გავიღვიძო და მე ეს ყველაფერი დარჩა ისტორიას, ხო? ხო, მე ამოვაცოცხლო და YouTube-ის ბევრად გადაცემაში სენსიტიური ვიყავი, ხა პირველად რომ ამ ხელა სივრცეში გამოჩდები და პირველივე კადრზე ეგეთი ცუდი ხარ. შეგიძლია თქვა ის სიტყვა, ის სიტყვაც გინდა? ცუდის თქმა მინდოდა. მეტი არაფრის თქმა არ გინდოდა? ბევრი რამის თქმა მინდა. შეგიძლია თქვა, ეს არის თავისუფალი ეთერი. არა, იყოს. ეს არის თავისუფალი გადაცემა, რომელსაც ქვია? რა ბაზარია? აჩა. იტა შენს გეკითხებ. იტასაც აქვს გავსე. მე რაც მახსენდება, ეხლა ყველაზე სამარცხვინო დღევანდელი მაფიის თამაში იყო ჩემი და რა ქენი თამაში? ძალიან ცუდი იყო. აი რა ბოდიში მოუხა. ბოდიშის მოსახდელად ვარ მე და. არა, ისა. ანუ მეც ვეღარ ვილაპარაკებ, მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო იყო მართლა. ნოდოსთან რო წააგო. ვისთან წააგე? ჯივანჯისთან. ამან წააგო. ჯივანჯი ვინ არის? G2G-ს პატარა ვერსია ყავს ჯივანჯი. არა. კი. მართლა? ხო. რა ჯივანჯი? G1G, ანუ G2G ხო არის G2G. მაგაზე G1G. იტყვება თუ მართლა? არა, მართლა. ვინ არის ჯივანჯი? ვინ არის და ბავშვი ადამიანი. ბავშვია? მე ბავშვი არ არის ახლა. ბავშვია სანდაც. ასაკოვანი ადამიანია? სრულწლოვანი? 18. ანუ სრულწლოვანი ჯივანჯი ყავს? შეიძლება ახლოსა, მაგრამ ანუ აი კარგი. აი რა ტეხავს მასწავლეთ, რა ტეხავს YouTube-ზე. რა არის გოიმობა YouTube-ზე? ყველაფერი რისი თქმაც არ გინდა და ამბობ. როგორ? რისი თქმაც არ გინდა და ამბობ, ან რისი თქმაც გინდა თავს ეკავებ, ეგ არ მოსწონს. ოღონდ რისი თქმაც არ მინდა. ყურები დამიგუდა ძალიან, თუ არ მინდა არ ვამბობ, არა? ანუ რამდენად ბუნებრივი ხარ, ბუნებრივი თუ არ ხარ ეგ ალბათ რა. არა, ვერ გავიგე. თუ არ მინდა რაღაცის თქმა, არ ვამბობ. თუ არ გინდა და ამბობ თქო, ეგ ტეხავს თქო. არსებობს ეგრე თუ არ უნდა და ძალით ამბობე? რავი რა, შეიძლება გინდოდეს და არ თქვა. ორიგინალურობ ხოლმე სულ რაღაცას. არა, რას ორიგინალურობ? კარგი, მარტივად გეტყვი. კამერისგან ძალიან დიდი სხვა, აი კამერასაც, შენ კამერის წინ და შენ ისე რომ სხვაობა არის, ეგაა შერობა რა. როგორ? დავინახე. აი ახლა სარეკლამო ტექსტი უნდა ვთქვა. რა? გეტყოდი რაც? სარეკლამო რა, ბატონო? ტექსტი. სარეკლამო რა? ტექსტი. რა? სონიდოა.
როცა გაქებენ, მაინტერესებს როგორი რეაქცია გაქვთ და მე სარეკლამო ტექსტში. კაი, როცა მაქებენ, მაგრამ სიამოვნებს თუ არ ვესწრებე, თუ ვესწრებე ძალიან გული მწყდება. შენ ძალიან გიყვარს რო გაქებენ. თუ არა, აბა მაქე და ნახე რა მომივა ხა. ვერ გაქებ, ნერვებს მიშლი. შეგიძლიათ შემაქოთ? შეაქეთ რა სოდავი არსება. აუ, გეხვეწები, დაიკიდე რომ წავალ მერე, აი. ან რო წავალ მერე შემაქეთ. არ სიამოვნებს რომ ვესწრებე ჩემს ქერათ რატო აღარ გაკ. ერთადერთი ვიყო ვისაც შენ ქერათ მაშინ მეც მომწონდა, ჰიტასაც მოსწონდა. მე ჰიტას და მე და ჰიტას მომწონდი ქერათ მაშინ. ხო, მაგრამ ცუდ მერე თმა აღარ იყო ეგად. ჰიტა შენ როგორი რეაქცია გაქვს როცა გაქებენ? დიდად არ აღმოთავანეს, მაგრამ სიამოვნებს. სასიამოვნოა, რა ვიცი. ეს თვალების ხანერი. ზოგადად, ანუ პოზიტივი ყოველთვის ასწორებს რა. პოზიტივი. მე არ ვიცი რა სახე მივიღო ხოლმე რომ მაქებენ და მაგეთო არ მიყვარს რომ იქ ვესწრებ. აი რომ მაქებენ რაღაცა სახეს ვიღებ რომელიც არ არის ბუნებრივი. ამიტომ შეგიძლია რომ აღარ ისე ყველაზე მეტად მნიშვნელობა აქვს რაზე გაქებენ. ანუ მაგითი ხვდები ადამიანი რას ამოაწყობს. ჩემი პატარა ტერორისტია. ჩემი პატარა ტერორისტი. ჩემი მაჩანჩუნა. ჩემი სერიული მკვლელი. კიდე ახალი გვამი მოიტანე. მაგაზე რომ გაქებენ, ცუდი. აუ ისეთ რაღაცაზე თუ გაქებენ, რაც შენ თვითონ იცი რომ არ ხარ შესაძლებელი, აი თუ დაუსწავლო. ეს მაქებენ გაკრას ჭერაო შენი კოდაღაზე. მე რომ ჯერო და შენი ისე ძალიან ცოტას ჯერო და შენი და შენ მე გადამაგდე. გადავაგდე მართლა და გადამაგდე. არა, მართალია ბიჭო, რაღაცა მითხარო, კაროჩო, კუხნაში მინდაო? მატარებელმა ჩამოიაროსო და ბიჭო, მაგას დრო ჭირდებოდა, ის ჭირდებოდა. მე ჩვენც რაღაცა სხვანაირად დავაგდა და დავაგდა რა ისე რომ, მაგრამ ხო, მაგრამ აი ორი გადაცემა გაქვს. ეხა ამოწიის ვართ ისე. ეხა აკეთებს მაგას. ეხა ვაკეთებ ყველაფერს რაც. და თან ჩვენთან ერთად აკეთებს. ოღონდ მე ლიჩნად არ ვარ ანდროა მიროვანი. მე ლიჩნად, იმიტომ რომ მე საქმე შეგიძლია უბრალოდ მე მომისმინო? მე ოლიმპიადას შეგიძლია უბრალოდ მომისმინო? ეხა ტექსტი ის თქო. შეგიძლია უბრალოდ მომისმინო. ძალიან საინტერესო ინფორმაცია უნდა უთხრა ჩემს YouTube მაყურებელს და ბაზრის მაყურებელს. საირმის მულტიფუნქციური კურორტის შესახებ ყველამ კარგად იცით. მე მოგიყვებით საირმის უნიკალური საცხობის შესახებ, სადაც თითოეულ დესერტს თავისი ისტორია აქვს. საირმის პასკა ანეტონე მზადდება საირმის უნიკალური წყლით, ადგილობრივი თაფლით, უსაფუარო ცომით, რომელიც 72 საათის განმავლობაში მზადდება. ყველას, ვისაც მისი დაგემოვნება და შეძენა გსურთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ ბაზარში სააღდგომო პასკების გამოფენა გაყიდვაზე, რომელიც 14-დან 20 აპრილამდე გაიმართება. ამ დღეების განმავლობაში ბაზრის სივრცეში სააღდგომო თემატიკის უამრავ ნივთს და ნახავთ და სურვილის შემთხვევაში შეიძენთ, რა თქმა უნდა, ასევე ნაირ-ნაირი პასკების დაგემოვნებას და ყიდვას შეძლებთ. კი ბატონო, ასე იქნება ნამდვილად. ასევე ყოველ დღე გასტრო სკოლაში ტარდება საოცარი მასტერკლასები ბავშვებისთვის, სადაც პატარები სააღდგომო თემატიკის ორცხობილებს, კვერცხების მოხატვას და პასკების დაგემოვნებას შეძლებენ. მოკლედ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ მობრძანდეთ ბაზარში. ეგ ბაზარია, მეგობრებო. საირმის პასკა ტრადიცია, რომელიც ბუნებიდან მოდის. მიირთვით. ანუ აი, თავიდან თქვი სლოგანი. მაგარი პასკაა. ძალიან. ხო მოისმინეთ რა პასკაა. ანუ ნახე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნახე. მე მეგონა რომ კითხო. მზადდება საირმის უნიკალური წყლით, ადგილობრივი თაფლით, უსაფუარო ცომით, რომელიც 72 საათის განმავლობაში მზადდება. მეტი რა გააკეთო? ანუ მაგარი წყლით მზადდება და ადგილობრივი როგორ ჭამო? აი ეს ისეთი მშიერი მოვიდა. არა, მშიერი არ მოსვლა, მართლა მინდა რომ გავსაჯო და 72 საათით რაღაცას უკეთებენ რომ მე გამოწყეს, ხო? всё. ანუ მართლა ეფერები. ანუ დავარგებული პასკა არის წყალში. ძალიან. ანუ ჩვენი სიტყვებით ვთქვათ ძალიან მაგარი პასკაა რა. აი всё, ეგ არის ყველაზე მაგარი რეკა. ძალიან მაგარი პასკაა. ძალიან გემრიელი რა. სხვათა შორის crafted with a Cyrus ეხლა დაგადრო რომ მე გავერთო თქვენი. შეიძლება გავხსნათ? კი, რა თქმა უნდა. გახსნით, მაგარი ხალხი რომ არ გახსნით. ეხლა თემსაც შემომაწოდებს ჩემი დამხმარე. ვა, როგორი ვაჟიკო. გასახსნელია. ო! ჩემი დამხმარე ვაჟიკო მყავს. თემშები ვაჟიკო. საირმის პასკა. ჰიტას პასკა გავხსენით, დავასწარი, რო იცოდეთ ისე მაინც. როგორ? ჰიტას პასკა გავხსენით. ანუ ჩემი ისა. თამარა, დიდი მადლობა თამარა. შენ ის თქვი? საირმის პასკა ტრადიციული, რომელიც ბუნებიდან მოდის. პასკა, რომელიც ბუნებიდან მოდის. მეილი ბუბუ. ცივი არ არის, არ შეიძლება. ასე რომ პირდაპირ ვუკბეჭთ.
რა გავაკეთე? მოვდეხოთ. Unboxing. Unboxing-ი. აუ, რა მაგრად იკეთება, ნახე. მე ყუთით ძალიან მომეწონა. შოქში ჩავარდენ. ბრავო საიდმეს. ბრავო. კარგი. კარგი. ეხლა ფასკლის კომპანიები სათხართ არ ვიცი პასკებს რატო. მაცდი რომ მეც გავერთო თქვენი. თამაში მაქვს მომზადებული თქვენთვის. აქ ჩემი სტუმრები თამაშის გარეშე არ მიდიან ხოლმე. და სხვათა შორის არც საჩუქრის გარეშე არ მიდიან ხოლმე და თუ რა საჩუქარი გელოდება, ამას ძალიან მალე გაიგებ. ეს საჩუქარი არისო? არა, ეს უბრალოდ გაგესნა და დაგელია. გახსნის შემდეგ რეკომენდირებულა მირთვათ 60 დღის განმავლობაში. მეც მინდა მოტეხო. 60 დღის 60 განმავლობაში. დღე როგორ ძვირს? მართლა მართლა დაგმ. აი, ესე მოვიდა ხო? მოკლედ. ვაუ, გემრიელია. რაღაც პატარა თამაში მოგიზადეთ, სადაც პირის აპარატი დაგჭირდებათ. ძალიან გემრიელია. ბოდიში მართლა აი ყურე პირის აპარატი დაგჭირდებათ. უყურე რა. ძალიან გემრიელია. ძალიან გემრიელია მართლა. მართლა ძალიან გემრიელია. დავისვარე? აი, მოკლედ. წესები არის ძალიან მარტივი, სიტყვები უნდა აუხსნათ ერთმანეთს ხმით. აი, მომენტ. ხმით? რა მოგცე? მე უხმოდ რა დიდი გინდა სიტყვების აღზნა. რა მოგცე? თუ შეიძლება რომ ფთებში მომცე, დანა მომცე და ჩაი გამიკეთო. არა, შედეგ აქ ლიმონადი და პასკა. და ხელები მოტეხე, ჩაიდეპირს დაღეჭან. ეს ორიც დამიჭირო თქო. რა გინდა რა? ძალიან დამესვა რა. როგორ საირმის ტრადიციული პასკები აქ მოსწრული. კარგი, ანუ ამ ადამიანს პირობას ვდებ, რომ როდესაც ეს სტრიმი დამთავრდება, მოვიქნევ საქმამდე ტაქსით გამიშვებს. აუხსნათ უნდა ერთმანეთს სიტყვები. კარგი, ჯერ დავიწყოთ ბასტოთი. ჰიტა, არ შეხედო გეხოთები, შენ ხომ მაინც არ შეხედავ. და ხმით რას ნიშნავს? აი რაც წერია ეხა, იმ სიტყვა უნდა, ის სიტყვა უნდა აუხსნა ხმით. რა ხმას გამოსწემს მაგალითად? აბა ბოთლი, რა შეიძლება ბოთლმა რა ხმა გამოსცეს? კარგი, გაჩერდი. ბოთლი არ ქონდა დედასპრე? ბასტო მზად ხარ? ჰიტა დახუჭე თვალები, გეხოთები. სათვალეს მოხდეთ იგივე რომ დახუჭა თვალები. ჰიტა მზად ხარ? მზადვარ. არ შეგლეგა? ტრაქტორი. აბარა. უხო შენ დახუჭე. მე დავხუჭო? ბასტო დახუჭე თვალები. ჰიტას გაქცევა უნდა მართლა. სუდათ არის, არ შეუძლია. არ დარბის, წასვლა უნდა ძალიან უბრალოდ. ცოტა დარჩა ჰიტა. არა შენ აღარ დახუჭო, ბასტო დახუჭე. აუ, ესე ვიყურები ზემოთ. მიდი ჰიტა ახსენი. ახსენი. ჩამოსვე, მოხნო? სალამ გაიქცევა. სალამ გაიქცევა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ავხსნა. ვახ, რა მეცნობა საიდანაც. აუ, ეჭველი. აუ, კარგად ეს მივხვდი რომელია. ეს ამას მეუბნება. რამდენი მაქვს IQ-ო? მაგრამ თავისი მინუსები უფრო ბევრია. IQ ინტელექტია და არა ასკა ისეთი გემრიელი შემეცნება. შანსი არ მაქვს, ვერ აუხსნა. აი, შენ აუხსენი. მე რატო აუხსნა? ანუ თქვენ ორივე მსახიობები ხართ. შემომხედე? სახიობი არა. მე კიდე კომპიუტერთან ვზივარ. გარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი აკეთეს, მაგრამ მე ცოტა მიჭირ. ხელებით მაგას ბასი? ის არა ქვია, საქსაფონი? რა მაგარი იყო, საღო. ბოლო ჯიბიდან ამოიღო და დაიჭირა. ბასტო. აი ნიჭიერი ადამიანი. ვიდა დახუჭე, შენ მე მგონი მარტო იცნობ. მე მარტო გამოვიცნობ. მაგაზე არ გჭირდება მე მგონი. შემიძლია დრაკონთან სექსის სცენა შემოგდავალო. შემოგთავაზე. არა, მაგას ესეთი. აუ, ბიჭო, შეხედე ეგარა და ვირი. აბარა. ვოუ, რა მაგარია. იკავ ჩადოთ რა. კარგი ერთიც. ბასტო, გაიხადე რა კი არა და. გაიხადე კი არა და. გაიხედე. აი ხა რას ფიქრობს რომ გამოვიჭიტები და გამოვიცანი და
მიკარნახევენ თუ ძამხო, ხო? წავიკითხე, კარგი. მიდი. მიყარეთ. დაანებე რა ამ ყუცთავი. კი ანჭველა. რა? აუ, რა ცუდი რაღაცაა. ღმერთო, ყველაზე საყვარელი ადამიანია მხოლოდ. აუ, შენ რო აუ, ისევ შენ გააკეთე. სიტას სიმღერა რო იცოდე, არა აქ ადამიანს მუსიკალურ. რასაც ხიდა ვერ ხსნის მე ახსნი. ცოცხი. ა? ბოდიში? კუჩ. ეს რა ქვია? საფანჯრის გაწმენდა? ხო. ოჩა. აუ, ამან რა აკეთებდა პრიალა შუშის ხმას. კაი. ბასტონ, შენ ჯერია. კარგი. ხიდა დახუჭო თორე. ნიტა, გონიცოდა დავინახე. ვაიმე. ორი სიტყვა. რა საკეთე? მოიცა, თავიანთი. კაი, მაიცა? სამურაი ხარ? არა, რა ყურე? ჩემი აზრით ხიდა ძალიან კარგია ამ თამაშში რა. ყველა კუთხით. გამოცნობა გინდა, ახსნა გინდა. ხრიც დედამ, ხრიც? ხრიც? ფრიც შეგიძლია თქვა ფრიც. ხრიც? ხრიც? გახილა რაღაცა. ხო, რის გახდება? ხრიც? ხრიცი? გადარჩით? აი, შენც რო ახსნა? მე ახსენი უკვე. ეს უკეთესად ვერ აგიხსნის. ვერ ახსნი უკეთესად? შეხედე, უყურე, აი იმას დააკვირდი, კონცეფციას. ხო, გახება ხო მივხვდი? ხო. რაო? რაო? ვერა. ეს რა იყო? შანსია. თავრეცხე. ფურცლის გახევა იყო. ფუცლის გახილა. კაი, შემდეგ. ნაკერის გახება ხო არ იქნებოდა? ეს ნელ-ნელა გამოვდის უკვე. ბასტო, გაიხედე. რატომ მინდა რომ სულ გაიხადოს, გამაგებინეთ, ვერ გავიგე. როტაციის როლა კი მინდოდა ის ერთხელ. მიდი. გვანახე? ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ მთელ სოფლიოში, ჩემი აზრით. სტიბიდი. აი, მაგიტო ვეუბნები. ფურცლის გახევიც ხმა ძალიან ისა. ო, აჩუდი, გადავედით უკვე აი, დავწავდა. ამ მაგაზე ხარ ვერ ხვდები როგორ უნდა ახსნა? ხო. აი, ყველაზე მარტივი რაღაცაა როგორც უნდა ახსნა და ვერ წარმომიდგენია რა უნდა გავაკეთო. ეგ უნდა გააკეთო. გააკეთე. სტაფილოს ჭამა. ვაშლის ჭამა. ბარს ესე ჭა? ანუ ხმალდა, ცოტა თუ ხმალ, ვაშლი? ვიდა, ხმალდა. სტაფილოს. ჩუპაჩუპსი. სალამური. არა. აი! როგორი ხმა აქ არ ვიცი. დუდუკი. ოჯახ ნინუცა! არა, არა, არა. შენ გამოიცანე ნინუცა. ესე რაღაც საკეთებ, დაი. როგორ გამოიცანე? როგორ გამოიცანი? ჭება გენიოსი დამყარნა. ვარ, 162 მაქვს აიქე. კაი. ვიდა დახუჭე თვალები. ეს არის დაუსრულებელი თამაში. დღეს დილამდე აფიქნები. ფაქტურად შენ ხარ. всё? უყურე. ამის თავს აკეთებს. ინდაური? ვა, რა მაგრა გააკეთე? მე ინდაური იყო. არა, რუსკა უფრო მაგრა გააკეთე, ცოტა. ხო, ინდაურს კი. ინდაუს ვაკეთებ მარტო კარგად? ხო, მე საცის უკეთეს. შენ რატო? შენ რატო მაგინე? გავაგრძელო კიდე? ჰიტას ერთი მარტივი ძროხა იცის ზუსტად. აი. ძალიან რთული თემაა ხა ეს რა. ჩაწიე. მიდი. კარგი, ამას უეცები გავაკეთე. აბა. ტაფა. ციშხინი, ზეთი, ტაფაზე ზეთი, შეწვა, შემწვარი ქათამი. დაპერკალი. ისა ფერვერკი. მარილი ტაფაზე.
ეს ნახე. კაცუნი. შეწვა. გავიგეთ ყურო არის, მაგრამ შეწვა. ზეთი, ცხელი ზეთი, ზეთის შიშხინი, ყიყლიყო, კვერცხი. და დამეხმარე რა. საჭმელი. მორჩი თქვენ, რა გჭირთ მართლა და მართლა. ნინუც რაო? ვერ გავ. საჭმელი, ცხელი საჭმელი, საჭმლის კეთება. მწვადი შეწვა, ნაკვერჩხალი. ეს რა შუაშია? ეს სიმინდი. ნახე. სიმინდი, პოპკორნი, ჯავახიზე. აუ! უყურე, ჯერ ცოტა ხან და უცებ მოკლედ, თქვენთვის მაგ ძალიან მაგარი საჩუქარი. აი ესე უნდა იყოს. თქვენთვის მაგ საჩუქარი. აბა, მაგაზე მოვედი რომ იცოდეთ და გონიათ რომ საჩუქრის გარეშე გაგიშვებდით. არ გონია? დარწმუნებული ვარ რომ ეს ლიმონადი. საჩუქარი, პაპაპაპ. ესეთი საჩუქარი თქვენთვის არავის არ იწუქებია. აი მართლა აქ მოდგას, მაგრამ ვერ ვიცი როგორ. ყვავილები? ხო, ჩემო ლამაზი სიყვარული აბა. ეს ყვავილები თქვენ ოღონდ იჭმევა? შეყვარებულებს არ უნდა არჩუქოთ. ერთმანეთს გაუცვლით. და მე შეყვარება. ხვენია. დამარა მადლობა. აი მიართვი აი კარგვის. ყვავილები პირველად მაჩუქეს, რა მაგარია. ოღონდ არ ჭამოთ. არა, ნახოთ. არ ჭამო. მოკლედ, მეგობრებო. სამაგარია. მოდი ეკა. ნაბრაზნი ყვავილებია. დღეს იყვნენ ჩემი სტუმრები. მორჩა? აბა რა გეგონა ვერ გავიგე? რა გეგონა რომ 3 დღე იჯდებოდი? აუ, 1-2 საათი. ეს ძალიან გემრიელია, ხო არ გეჭამა? არა, გეხვეწები გაანება. აი მართლა. მოკლედ, დიდი მადლობა რომ გიყურეთ და რა თქმა უნდა, ზუსტად ერთ კვირაში 3 ის მართლა გიყურებდნენ, მგონი მარტო არ ესმოდა. 3-აში უნდა, ანუ არ გაჩერდება ხალხო, მართლა შეიძლება ყელი გამოუჭდა. ოსი მოვიწდება რომ არ ამოჭრით ამ ადამიანს ხომ. ანუ მართლა, ხო, ანუ ხო, აი ხო. სხვა გზა არის. მოკლედ, შემდეგ სამშაბათს აქ მობრძანით მეკვასამაში, ბაზარში. ეგ ბაზარია, რა ბაზარია, დასრულებულია გადაცემა. მადლობა რომ გიყურეთ. ლა 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 ლა.